არა, უნდა გამოვიწყოთ იმიტომ, რომ ჩვენ ეს დავადასტუროთ ჩვენი საქმით. ჩვენი ბოლო, ასე ვთქვათ, 1 წელი და 8 თვე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენი საქმით დავადასტურეთ, რომ ეს არის ჩვენი მტკიცე პოლიტიკური ნება. რომ ჩვენ ქვეყანაში ერთხელ სამუდამოდ დავასრულეთ უკანონო მოსმენები. მე აქვე მინდა განმარტო კიდევ ერთხელ ის რაც მთავრობის სტუმარზე განმაცხადე, თქვენ ახსენეთ კამპანია ეს შენ გეხება. დიახ. რომელსაც თქვენ უწოდეთ გამომთხრელი საქმიანობა და ძალიან მძიმედ მიიღო ეს არასამთავრობოთა ნაწილმა 37-იანი წლების რიტორიკაზეც კი იყო იქ საუბარი პრემიერის მხრიდან. გასაგებია. მართლაც ვაღიარებ რომ შეიძლება ძალიან მძიმე ასე ვთქვათ სიტყვები ვიხმარე, მაგრამ მე ამ ეს კარგად განვმარტე, მე მათ არ უწოდე ასე ვთქვათ ძირ გამომთხრელები, როგორც ისინი ამბობენ, მე ვთქვი რომ მსგავსი ასეთი კამპანია უბრალოდ იმიჯს ულახავს ქვეყანას და აზიანებს. მით უმეტეს მაშინ როცა ხელისუფლებას, მთავრობას და ზოგადად მთლიან ხელისუფლებას აქვს მტკიცე პოლიტიკური ნება და სურვილი რომ ერთხელ და სამუდამოდ მოაწესრიგოს ეს რეგულაციები და სისტემა შექმნას ისეთი რომ რომის პირობებშიც ვერავინ ვეღარ შეძლებს უკანონო მოსმენებს. მე შეგახსენებთ რომ ჯერ კიდევ გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა. იყო სერიოზული პროგრესი, ამის შემდეგ ჩვენ გეტყვით რომ ქონდა მცდელობა არაერთის გაგვიმართა კონსულტაციები და ჩვენ ეს მოვახერხეთ ხოთ შორის აღნიშნული კამპანიის წარმომადგენლებთან. კერძოდ მე დავავალე დაახლოებით 2 თვის წინ ჩემს მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ბატონ მინდია ჯანელიძეს, როგორც ეს მე განმარტე მთავრობის სტუმარზე, რომ მას შეექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევდა აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობას. საკმაოდ წარმატებულად ამ ჯგუფმა იმუშავა, რა თქმა უნდა ჩართული იყო პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი, რომელიც იყო ინიციატორი ამ კანონპროექტის და მათთან ერთად შეჯერდნენ საბოლოო ვარიანტი, საბოლოო კანონპროექტი, რომელიც ძალიან მალე იქნება მიღებული. მე უბრალოდ აბსოლუტურად ადამიანურად მე შემიძლია იგივე გითხრათ, მე გამიკვირდა ის აგრესიული კამპანია და ვერ ახსენი უბრალოდ ამის საჭიროება ვერ დავინახე. მაშინ როცა ხელისუფლება არის მოწოდებული და არის მოტივირებული რომ ეს კანონპროექტი მივიღოთ, ეს კანონი მივიღოთ და ერთხელ და სამუდამოდ მოაწესრიგოთ ეს მთელი სისტემა, რატომ იყო საჭირო ასე ვთქვათ ღია კარის მტრევა, როგორც არის ეს გამონათქვამი. ასე რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე გავაკრიტიკე გნებავთ აღნიშნული არასამთავრობოები იყო შემდეგი. რომ ისედაც ვაპირებდით და ვაპირებთ ამას და კიდევ ერთხელ დავადასტურე რომ ამას ვაპირებთ, აუცილებლად მივიღებთ ამ კანონს და აღარ იყო საჭირო ამ ხელა აჟიოტაჟის ატეხვა. ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ განმარტავ, იმის ულახავს ჩვენს ქვეყანას. და რაც თავარი უკაცრავად დავაწყდებ, ჩვენ ერთის მხრივ გასულ წელს გავანადგურეთ და უარი თქვით საბოლოოდ, სამუდამოდ თქვით უარი უკანონო მოსმენებზე თვალთვალზე და მეორეს მხრივ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მე მათ პატივს ვცემ აბსოლუტურად ვიცი რომ მათ ძალიან დიდი დამსახურება აქვთ იგივე სამოქალაქო სექტორის განვითარების კუთხით ასეთ ძალიან აგრესიულ კამპანიას აწარმოებენ. იმაჩნია რომ ეს ძალიან ასე ვთქვათ გადამეტებული იყო და არც საჭიროებას არ წარმოადგენდა. კი ბატონო, მე მინდა რომ სხვა თემებსაც შევეხოთ, ანუ ეს არ იყოს